თანამოქალაქენო და სტუმრებო, მე მინდა ერთი ადამიანი ვახსენო, რომელიც წარმოშობით სოხუმელი გახლავთ და ამ ადამიანზე ძალიან ბევრია სათქმელი და მოსაყოლი და მე მოგიყვებით და თქვენ მიხვდებით ვიზეც არის საუბარი. თენგიზ ხარებავა ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ამ გენიალურ პიროვნებას. მეღვინეობა ხარება და საქველმოქმედო ფონდი ხარებას დამფუძნებელს ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის ყვარლის, თერჯოლისა და კობის ტაძრების აღმშენებელსა და ქტიტორს წმინდა ელია თესბიტელის სახელობის ეკლესიის რესტავრატორს. ბატონი თენგიზ ხარებავას ინიციატივით და დაფინანსებით მოხდა შუა საუკუნეების ძეგლის ოცინდალეს წმინდა გიორგის მამათა მონასტრის სრული რეაბილიტაცია. მისივე ინიციატივით და დაფინანსებით დაფუძნდა ქართული მთის რუხი ფუტკრის სტაციონარული ჯიშსაშენი ხობისწყლის ხეობის ლეუკუნეს მიკროზონაში. მეღვინეობა ხარებას ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნების მიზნით გაშენებული აქვს ეგრეთ წოდებული საკოლექციო ნაკვეთები, რომელიც 300-ზე მეტ ენდემურ ქართულ ვაზის ჯიშს აერთიანებს. გაუმარჯოს ამ ადამიანს. ბატონი თენგიზ ხარებავა გახლდათ ყილოშ ტყებამის ახალი უნიკალური გამოცემის ინიციატორი და სარედაქციო საგამომცემლო საბჭოს ხელმძღვანელი. სულმნათი ალიო ქობალიას ქართულ მეგრული ლექსიკონის, ივანე ჯავახიშვილის მეღვინეობა მევენახეობის, გიორგი კალანდიას 6 ტომეულის სამეგრელოსა და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი წიგნის გამომცემელი. აღსანიშნავია, რომ ბატონ თენგიზ ხარებავას დიდი წვლილი მიუძღვის ზუგდიდში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში და მიმართულებით დასაქმებული ყავს უამრავი ადამიანი. ასევე ის გახლავთ არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონფერენციის ინიციატორი და მხარდამჭერი. კიდევ ერთხელ თქვენი აპლოდისმენტები ბატონ თენგიზ დღეს სამწუხაროდ ის არ არის ჩვენთან და ჩვენ სცენაზე მის წარმომადგენელს მოვიხმობთ დიდი პატივისცემით. გთხოვთ მობრძანდით. უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასებო, ბატონებო და ქალბატონებო, ძვირფასო ზუგდიდელებო. პირველ რიგში ბატონი თენგიზის სახელით ძალიან დიდ ბოდიშს მოგრძალებულ შენდობას ვითხოვ, რომ ვერ მობრძანდა დღეს ობიექტური მიზეზების გამო. ასევე ორგანიზატორებს, ინიციატორებს გადმოგცემთ უღრმეს მადლობას ასეთი ძვირფასი ჯილდოს საპატიო ზუგდიდელობის მინიჭებისათვის. უღრმესი მადლობა. დიდება ზუგდიდს, წარმატება ზუგდიდს, გაუმარჯოს ზუგდიდს. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ და ჩვენი უდიდესი პატივისცემა ბატონ თენგიზს.